ინფორმაცია დიდ წერტილების გამოსასწორებლად. ზოგადად იქნება ქვეყნის ჯანდაცვის წყარო. 2 years ago when we are talking about the further improve mother and child, the providers of healthcare to improve the management, the planning. დღეს იწყება საქართველოში დაბადების ელექტრონული რეგისტრის შექმნა და ამუშავება. ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს, რომ მოვიპოვოთ სრული ინფორმაცია ინდივიდუალურად, როგორც ორსული ქალების შესახებ, ასევე ბავშვების შესახებ, ახალშობილების, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადატანილი მკურნალობის, ვაქცინაციის, ანუ სრული ინფორმაცია, რაც გვაძლევს, რაც მოგცემს სრული ანალიზის საშუალებას. ეს იქნება თანამედროვე გამჭვირვალე სისტემა, რომელიც მკაფიოდ დაგვანახებს სისტემის სუსტ წერტილებს და მოგცემს იმის შესაძლებლობას, რომ გამოვასწოროთ ეს სუსტი წერტილები. Today we are launching together with Kairos ბავშვთა ფონდი თანამშრომლობს ჯანდაცვის სამინისტროსთან ახალი ელექტრონული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სისტემა, რომელიც შეიმუშავებს მტკიცებულებებზე და მონაცემებზე დაფუძნებულ პოლიტიკას დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სფეროში. ელექტრონული სისტემა ხელს შეუწყობს არა მარტო მონაცემთა გაუმჯობესებას, არამედ ზოგადად დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას. ელექტრონულ სისტემაში ყველა უკვე ორსული დედა ანტენატალური მეთვალყურეობის პირველივე ვიზიტისას შედის და შემდგომ ეს რეგისტრი ინდივიდუალურად აქამდე ჩვენ ვიღებდით ძირითადად აგრეგირებულ მონაცემებს თუ რამდენი ვთქვათ დედამ მიმართა ანტენატალური მეთვალყურეობის ცენტრებს, რამდენმა იმშობიარა და ასე შემდეგ. რამდენი ბავშვი დაიბადა. ამ რეგისტრის დანერგვის შემდეგ ჩვენ გვექნება უკვე ინდივიდუალური მონაცემები თითოეულ დედაზე და თითოეულ ბავშვზე და მივყვებით ამ დედის ჯანმრთელობის მდგომარეობას და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობას დაბადების შემდეგ.